არ ვიცი შეება არ აქ არ მგონი არ მომიყოლია არსად ეს თქვენსაც არ მომიყოლია მგონი თან მე ხო ის გზელი ისტორია კი მართლა ძალიან გზელიც არ არის რა ხო მე ხო ის მაქვს რა ქვია მოკლედ ხო ვერყვები ისტორიებს წონო მე გადავ ხო მოკლე შინაარსი არ იცისო არა კობახას არქის პრეზენტაცია არისო ხვალ იქნება მოკლედ ეს ხდება ბევრი წლის წინ ალბათ რავი 10-12 წლის წინ და არ ვიყავი სვანეთში ნამყოფი არასდროს და ჩემმა ერთ-ერთმა ძმაკაცმა დამირეკა რომ ჯვარში მაქვს საქმეო და წამომყევიო ჯვარი რა ზუდის პო და ჯვარში მაქვს საქმე და წამომყევიო ჩაუჯექი მანქანაში წავედი ჯვარში გზად ავიყვანეთ ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელი კაცი რომელიც აი უკულტურესი ადამიანი იყო მოდნელი ქარაქტერი შემოვიდა ხო არა ეს ძალიან საყვარელი კაცი იყო იმიტომ რომ აი იმდენად კულტურული ადამიანი იყო რომ უძდელ სიტყვებსაც ვერ ვამბობდით რა რაღაც ძალიან კულტურულად და თელი გზა თეატრზე გველაპარაკებოდა და წიგნებზე და რაღაცეებზე და ნუ აი ძალიან კაი კაცი იყო მოკლედ და ჯვარში რო ჩავედით ჩემო ძმაკაცმა აიტეხა ღამე არის თან და ისეთი არის რა შემოდგომის აი ზამთარი იწყებოდა პერიოდი არის და ჩემო ძმაკაცმა აიტეხა რომ შენო სვანეთში ხარ ნამყოფიო და წამოვა ღამეო მესტიაში დავრჩეთო თან მომატყუა რომ აქედანო ზმო რა გინდა რა საათ ნახევარში იქვართო და მე თქვი ნუ კაი ხო ჯანდაბას მეთქი წავიდეთ მეთქი რა ხან სვანეთში ნამყოფი არ ვარ თქო და დავაწექით ჯერ გზაში ხო 1-3 საათი ვია თუ მეტი არა გავგიჟდი კინაღამ თან მეზიზღება საჭესთან რო არ ვზივარ და სხვა ვეზის საჭესთან და მე რო გვერდი ვზივა და ვერაფერს ვერ ვაკეთებ და ნუ ჩავედით მესტიაში გზაში დავრეკეთ რაღაც სასტუმრო გავაძრეთ და იმ სასტუმროში დავრჩით და სასტუმროში დავრჩით ანუ ის იყო რა უკვე ღამე იყო და წამოვსადმე ჭამოთო და მესტიის ცენტრში არის ეგეთი ცნობილი რესტორანივით არის რა არ მახსოვს რა ქვია რაღაც მზე თუ რა არ ვიცი რა რაღაც ქვია არ მახსოვს ცენტრში არის ყველაზე ცნობილი რესტორანია მოკლედ და ამ რესტორანში რო შევედით აი ეს შუაში იყო ეს რესტორანი იყო გრძელი რესტორანი იყო ეს მარცხნივ მაგიდები იყო და შუაში იყო ერთი 30 კაციანი სუფრა გაშლილი და ამ 30 კაციან სუფრაზე იყვნენ ტურისტებიც იყვნენ ვიღაცები ადგილობრივების და რამოდენიმე პიროვნება იჯდა რომ სკამზეც იყო გადაკიდებული პოლიციის ქურთუკი ანუ მივხვდიო რომ რაღაც პოლიციელები იყვნენ და დავსხედით ჩვენ ერთ-ერთ მაგიდაზე და ისე დავსხედით რომ ეს თეატრის ხელმძღვანელი შიგნით დაждდა არ ჩანდა ანუ კედელი ეფარებოდა ეს ჩემი ძმაკაცი ჩემ პირდაპირ დაждდა კნოს სახეებში და მე დავჭექი ისე რომ ანუ იმ სუფრიდან ამ 30 კაციანი სუფრიდან მარტო მე ვჩანდი რა ეს რო გამოვხედავდი ანუ მარტო ჩემი ზურგი ჩანდა და მე ვჩანდი და რაც იმას ქენით რა ქვია რასაც დააკვირდით ცოტა ხმაურიანი პიროვნება ვარ და ხმალაღალ ლაპარაკობ ზოგადად და იქაც რო ვისყედით ანუ ხმალაღალ ლაპარაკობდით რაღაცას ვიცინოდით რაღაცა და დალევაც დავიწყეთ ახლა რაღაცა შევუკვეთეთ კუბდარი რაღაცები და ვჭამთ რა ჩვენთვის რაღაცებზე ვლაპარაკობთ რავი თეატრზე რაღაცაზე და იქიდანაც უკვე ვიღაცა გიტარაზე უკრავს ამ სუფრაზე რაღაცა და უცებ ხედა ვიღაც კაცი მოდის გრაფინით ხელში ჩვენი მაგიდისკენ და სვანეთში ვარ რა პირველად სვანეთში სვანეთზე მარტო რაღაც ის ლეგენდები რო გამიგია რომ შეიძლება რაღაც სულად დაგიმთავრდეს ის საღამო ან რაღაცა და მოდის და ეს გრაფინით რო მოდის ანუ ჩვენს იქით მაგიდა აღარ არის რა მივხვდი რომ იმენა ჩვენთან მოდის და ამათ მეუბნები რომ ვიღაცა კაცი მოდის მეთქი და არ შეიმჩნიოთ თქო ეხლა რაღაცა რავი რომ სახეზეც რაღაც ისეთ ცოტა გაბრაზებული მოდიოდა და ეს გრაფინი უჭირავს და ეს გრაფინით მოვიდა და უცებ დამიწყო რომ ეხლა იმას ქენიო რა ქვია იქით მაგიდაზე ვისყედითო და გავიგეთო თქვენი ლაპარაკიო რაღაცაო და რა კაი ახალგაზრდები ხართო რაღაცა იცინოდითო რაღაცაო და ანუ შენო რაღაცა ესე გამოგარჩიეთო ყველაზე ხმამაღალ ლაპარაკობდიო და იცინოდიო და რაღაცაო და თუ შეიძლება რომ ერთი ჭიქა ერთად დავლიოთო ხო და რა უარს რანაირად ვეთყოდი კი მინდოდა მეთქვა რომ არა მადლობა არ მინდა სახში მინდა თქო მაგრამ უარიც ვერ უთხარი რა დავლიოთ მეთქი და ჯوان გრაფინში მგონია რომ ღვინო უსხია რავი გრაფინით ვიზდა კონიაკი რავი ლიტრანახევრიანი გრაფინით და მისხავს ამ ჭიქაში და ეს ფეხიანი ჭიქა რო არის გამივსო მთლიანად თავისთვისაც გაივსო გვერდზე ჩემს მაგას ეს ჭიქა წარ და ამ თეატრის ხელმძღვანელს და ჩემს მაგას აღუსხავს მაგრამ თავისთვის დაისხა ჩემს მაგას ჭიქა აიღო თავისთვის დაისხა მე ჩემ ჭიქაში დამისხა მწვენის ჭიქაში თავის ლიმონათი მესხა და მიდი დალი ერწამსო
ეს ლიმონი ძალიან დამალევინა და დავლიე ეს ლიმონათი და დამისხდა რომ დავსუნე ბიჭო ხო კონიაკია ეხა და დავი ხო ბოლომდე უნდა დავლიოთ მე ვთქვი ასე მიშვებით ბატონო და არც სახელი ვიცი არაფერი და დავლიე ეს კონიაკი სხვა გზა რა მაქვს და დავლიე ამას მომიჭახუნა დაგლოცავთო ჩვენ პირველად ხარო სვანეთშიო რაღაცა და წავიდა ეს კაცი და ეს ჩემი ძმაკაცი ზის და მეგრელია ეს ჩემი ძმაკაცი და კაროჩე ხო მოდიო ჩვენც რამე გაუგზავნოთო სუფრაზე ბიჭო მე ვთქვი არ გინდა რავი კაცი მოვიდა პატივი ქცა ეხა შენ რაღაც გაუგზავნო სუფრაზე სვანეთში ხარ რავი შევა ან არასწორად მიიღო რა რაღაცა შეურაცხყოფილად იგზნოს თავი რომ მოვიდა პატივი ქცა და შენ ვალსუბრუნებ მე ვთქვი და ნუ კაროჩე არ მოისვენა და მივიდა ბართან და რაღაცა ყველაზე ძვირიანი კონიაკი ბოთლი რაც ქონდათ ეს გაუგზავნა სუფრაზე და გადის რაღაც ხანი ამას მიუტანეს ამ კაცს ეს ბოთლით კონიაკი და უცებ ხედავ რომ ბოთლით კონიაკით მოდის ჩემსკენ და მე ვთქვი всё აი ხა გადამამტრევს ეხა ბოთლის თავზე და მოგეუბნებოდი არ გინდოდა მე ვთქვი რაღაცა ვაფშე წამოიქნებ გავასწრო თქო რაღაცა მაგრამ რომ ხედავს ხა კაცს ხო არ გავიქცევი და მოვიდა და აი რაც მე ვთხარი იგივე ტექსტი დაიწყო სვანურად ეს სვანური მას ვერ ვაშაყირებ არ შემეძლია სკილები არ მაქვს ხო და ესო ეხა რაკენითო რა რომ გამოაგზავნეთო ეს კონიაკიო რაწესიო მე მოვედიო პატივი გეცდო ერთად დავლი და ვალს მიბრუნებთო და აი ამ ჩემ ძმაკაც რა თვალებით უყურებ იცი რომ აი მინდა რომ მოუკავა და ჯოგო რაღაც ცოტა გაბრაზებულია და ეს ყველაზე დაძაბული ამ სიტუაციაში არის ეს თეატრის ხელმძღვანელი აი ძალიან ხერხულში არის თან მიხვდა რომ რაღაც ცოტა სიტუაცია იძაბება მე ყველა ვცდილობ რომ გავმუხტო და ოდნავ გვერდზე გავიწიეთ ხა მე და ეს კაცი და ლაპარაკობდა უკვე ამ სუფრიდანაც გვიყურებენ რა იმიტომ რომ რაღაცა ცალკე ვდგავართ და ნუ რაღაცას მივდივართ რა რაღაც საკითხისკენ ცოტა დაძაბულობისკენ და მოჟე რაღაცეებს ეს კაცი რომ აუ რა წესია და მე აქედან ბოდიშებს ვხდი რომ აი დიდი ბოდიში და არის ცოტა შემაძმაგასმა და პირიქით პატივისცემა გვინდოდა და მოდი ეს კონიაკი ერთად დავლიოთ და მე გადმოვალ თქვენ სუფრაზე და ოღონდ რაღაცა არაფერი და რაღაცა თქო და ჩვენს მიყურებს უცებ რაღაცა და კაროჩე რაღაცა და უცებ მეუბნება თავის სახელს და გვარს რაღაცა და ეს გვარი რო გავიგე ისეთი სპეციფიური გვარი არის რა და ერთადერთ ადამიანს ვიცნობდი მაგ გვარის წარმომადგენელს იყო ჩემი ჯგუფელი გოგო რომელთაც კარგი მეგობრობდი რა და ამ გოგოს მამა არის მამაო და ერთი ეგ გადამარჩეს მეთქი იმიტომ ეხა რამდენი მამაო უნდა იყოს მაგ გვარის წარმომადგენელი სვანეთში რომ არ იცნობდეს მეთქი რა თან უგოჭველი ხო ნათესავია რაღაცა თქო და გოჩ ვიცნობ მეთქი ამ გოგოს თქო რა პირობითად სალომე და აი თქვენი გვარის წარმომადგენელი სალომე ამას ვიცნობ მეთქი და ეს მიყურებს და მართლაო ხო მეთქი რა ჩემი ჯგუფელი იყო მეთქი და მეგობრობ თქო და რაღაცა მეთქი და არ მჯერაო დაურეკეო და არჯერა დაურეკე ხა ტელეფონს ვიღებ და უნივერსიტეტი დამთავრებული მაქვს უკვე იყო ჯგუფელები და აი გულში მენა ვოცნებ ხო მეთქი ნეტა პირობითად სალომეს ნომერი მქონდეს ტელეფონში და ნუ ამოვიღე და მქონდა ტელეფონი და ურეკავ და მეთქი ესე მეთქი აი აქ ვიღაც კაცი გავიცანი მეთქი შენი გვარის წარმომადგენელია და რაღაცა შენთან საუბარი არ დაიჯერა მეთქი რომ გიცნობდი თქო და რაღაცა მეთქი და რა ქვიაო და სახელი რო უთხრა და იქნება ეს ბიძა ჩემიაო და მეთქი ოპა გადავჭი ჩემი ბიძა იმენა ალალი მეთქი ოპა გამოძვერებსო და აი ბედნიერი ვარ სახეზე იმენა ოპლმა შემაშრა ეს ოპლი რაღაცები და მივაწოდე ტელეფონი რომ უი მეთქი ბატონო ესე ბიძა ყოფილ ხართ მეთქი და აი დაელაპარაკეთ სალომეს თუ რა გჯეროდათ მეთქი და ნუ მივედი და უთხრა რომ ან მართლა იცნობო ლევანსო რაღაცაო ჯერ თავიდან ქართულად ლაპარაკობდნენ და მე უცებ ეს კაცი სვანურზე გადაერთო რა და რაღაცა ეს ბაზრობებს სვანურად აი ხო არაფერი არ მესმის მაგრამ ჩემ გონებაში გადარჩენილები ვართ და ალბათ რაღაც კარგს ლაპარაკობენ და ისე მთებას დაუბრუნდი რომ აი რა კაი ყმაწვილები არიან და რაღაცა ეს მგონია რომ მაგას ელაპარაკებდა და კაიო რაღაცა და გაუთიშა და კაიო მოვალ ეხლავე ამ კაცმა მითხრა და ეს კაცია საკმაოდ ნასვამი იყო რა მეც ნასვამი ვიყავი მაგრამ ეს კაცი 100 ჯერ ჩემზე ნასვამი იყო და კაიო მოვალ ეხლავეო და ეს კონიაკი წაიღო უკან თავის მაგიდაზე იქ დადო ვიღაცებს რაღაცები უთხრა მე სკამზე დავჯექი და ამათ ვაწყარებობ სულ მეთქი რა ძმიშულს ვიცნობ მეთქი დავრეკე დალაგებულია ბიჭებო მეთქი არაფერზე აღარ დადოთ
ეს თეატრის ხელმძღვანელიც ვერა უბედნიერესია და ეს კაცი ცოტა ხანში მოდის ისევ. და ერთ წამსო გვერდზეო გამოდიო. აუდექი რაღაცა, ვაფშე არ ნერვიულობ რა, რავი. ძმისშვილს ვიცნობ რა, რატო უნდა მოვკლას მე თქვი რაღაცა და ეს დაუდექით და გვერდი და აი ძალიან ახლოს მიდგასთან ეს კაცი რა, ეს რაღაცა და აიაო რო ესე იცნობო ჩემ ძმისშვილს და რაღაცა და მეც ბედნიერი რაღაცა უცებ ეს მიყოლებს და გიყვარსო და ბიჭო უცებ ვერ გავიაზრე რას მეკითხება საერთოდ ანუ არაფერში არ ჯდებოდა კითხვა გიყვარს და ბიჭო ხო არ მიყვარს ხო არ ვეტყვი რა მანამდე უთხარი მეგობარია ბევრი წელია ვიცო გიყვარს თქოს არ მინდა რაღაცა და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და ის სწრაფად უთხარი რა მიყვარს როგორც მეგობარი ეგრევე რაღაცა რა ძალიან კაი ახლა მეგობარია მეთქი და კაუჩი მიყვარს თქო რა უთხარი აი მარტო ეგ გაიგო რა ანუ როგორც მეგობარი გამოტოვა შეჭ და უცებ აი ეს ძალიან დამწუხრებული სახე მიიღო და არჩეო რავიო ძმაო თუ გიყვარსო მაშინ მეო ხელს ვერ შეგიშლითო ვიჭო გვეკავ რა ხელს ვერ შემიშლის რაზე მელაპარაკება და მეო სუმინდოდაო რომ და ჩვენო ოჯახშიო სუმინდოდაო რომ სვანისიძე ყოლდაო და რაღაცაო მარაო რავი რასაც გიყურებო ძალიან პატიოსანი კაცი ხარ და რაღაცაო და იქაცო ხალხსო სუფრაზე უთხარიო რომ შენო არ ვიცოდითო ესეო რომ სალომესთან იყავიო ჩამოსულიო ამ ხარეშიო და რაღაცაო და თუმე აგერ სიძე კაცი ჩამოსულ ხარო შენს აი ერთ წამში როგორ გავოფლიანდი აი წურწური გამზდის და ბიჭო თან რაღაცებს ვერც ვერაფერს ვერ ვეუბნე აი რა უნდა უთხრა მაგ დროს რა არა სიძე არა ის აი მაგას ხო ვერ ეტყვი რაღაცა და კავშირი ძალიან ცუდად ვარ და თან ისიც მიყურებენ ეს ჩემი ძმაკაცი და ეს თეატრში და თავს ყოფე რა ამ კედლიდან რომ აინტერესებთ უკვე მომკლეს თუ რა ხდება და აი ძალიან დაძაბული ვარ რაღაცა და ამ კაცმა კაროჩიო ეხა მეო ესე ვიზავო რა ჩემ თავზე ავიღებ ამ დარტყმასო და ჩემ ძმასო ანუ ამ მამაოს მე დაველაპარაკებიო და ჩათვალეო კურთხევა ჩემგან გაგთო მე თქვი რა კურთხევა გაგთო რაღაცა და ოღონდ ერთი პირობითო რომ სვანეთში უნდა გადმოხვიდეთო საცხოვრებლად აქ უნდა იცხოვროთო რა მე თქვი არ უკვე როგორ ვიცი ტირილი მინდა და დედა მინდა და არ სვანეთში მინდა და არ ცოლი მინდა და არ ფერი არ მინდა სახლში მინდა მე თქვი და მოვალო ეხა ორი წამიო დამიცადეო და ერთი წუთიო რაღაცა მაგ გასავყვევიო მოვალო და აიო და ოღონდ ამათ მაგიდასთან ვდგავარ უკვე რა ამ კაცის უკან ვიღაც ტიპი ზის იმნერად გამწია ამათ მაგიდაზე და ოღონდ აქ დამიცადეო შენ ვარს არ წახვიდეო დგავარ ეს ატუზული შენ ამ კედელზე ჩემ ზვანიშტებ რაღაცა ესე ქენით მე თქვი რაღაცა და მოვიხიეთ რაღაცეები და რაღაც მივიდა ვიღაცებს რაღაცა უთხრა და მოდის უკან და всё ველაპარაკეო სუფრიცეებზე უბრალოდ ტურისტები ყავდნენ ვიღაც სტუმრები და რაღაცეები ეხა ისინიც დაიშლებიან და რაღაცაო და ჩვენი ნათესავებიც ყველა გაფრთხილებულები არიანო და ამ დროს აი სუფრაზე გავიხედ და იქიდან ვიღაც ეს სვანი ამის ძმაკაცები ესე ჭიქას მიწევენ შეშ ამ ლოცავენ უკვე ამ რაღაცა და თან მე დავამორე ეს რომ მომიბრუნდა ეს პოლიციის კურტკა მოიცვა რა და ბიჭ პოლიციის კურტკა რომ მოიცვა ეგრევე გამახსენდა რომ მამა ჩემი ძმაკაცი იყო მესტიაში პოლიციის უფროსი მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო რომ სვანი არ იყო რა და არავის არ ევასებოდა ანუ ამის გვარიც რომ ეხსენები და ესეც არ მშველოდა შეიძლება უარესი მომსვლოდა ამასაც თავს ვიკავებ ხო ვერ ვწვევ თუ რაღაცა თუ ბოლოს მომკლეს მეთქი ნუ იმას ვახსენებ თქო რა სხვა გზა აღარაა თქვა მამა ჩემს დაურეკო რამე მიშველე თქო და ეხა მე სახშის დარეკილიაო ველაპარაკე უკეო ჩემ ცოლს ველაპარაკეო უთხარიო რაც ხდებაო რაღაცაო და უკვე დაიწყესო მაგიდის გაშლა და რაღაცაო აქედან ყველანი იქნა წავიდეთო და ბიჭო ანუ რა ვიცი მაო თუ გინდა თეატრის ხელმძღვანელს მოგიყვან რაც იმ კაცმა ინერვიულებს მეგონა რომ ბოლოს იმპაქტი დაარტყავდა ანუ ხორცელი სუფრა იშლება ბიჭო არა ის ოჯახში რა რომ აქედან წავიდეთ ეხლა რესტორანში მაგარი ბუხოვები იყო მაგარი ანუ საშინელ თვრალი იყო რა და ბიჭო თან მომენტიც არ მქონდა რომ ამომიღო ტელეფონი და ამერიკა ამ ჩემი ჯგუფელისთვის და მე თქვა რომ პიზდეცია მე თქვი ცოლქვარი ვართ ლამის მე და შენ და რამე მიშველე დაურეკე ბიძა შენს და გადააფიქრებინე რა იმიტომ რომ სულ ამ კაცის გვერდზე ვდგავარ რა და აუჩე იშლებაო სუფრაო რაღაცაო და ეხაო ჩვენცო ჩვენ სტუმრებსო გავუშვებთ და რაღაცაო და თქვენცო რა კითხოთ უსულ შევა რა გინდა და
თქვენцо იმას ქენითო რა ქვია მოწესრიგდითო რაღაცაო და ბიჭებსო ვეტყვი ხაო და მანქაი წაგიყვანენ რომ სასტუმროშიო თუ რაღაც მოწესრიგდება რა საცხოვრობ რა მაქმევინებ და ანუ რო ვეწამებინე იქ სასტუმროსაც არ ვითხოვდი შანსი არა და ეგრევე მეთქი არ მახსოვს მე სახელი ხო ის მე პირველად ვარ მესტიაში და რაღაცა მეთქი აი ჩემაც მაგაც მაიცა მეთქი და მითხარით მე სადნა მოვიდე თქო მივალ მეთქი წყალს გადავივლებ და მოვთქო რა და ამან არ არისო პრობლემა მე ეხა მე აქედანაც რომ გავალო დაურეკავო ჩემ ძმას დაურეკავო ჩემი ძმა ეხა არ მგონია დღესო წამოვიდესო ეხა მაინც ტაძარშიაო და რაღაცაო ხვალო იქნებ ეს პირობითაც სალომეც ამოვიდესო და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობასო თქვენ იქნებით ბედნიერებიო აი მე კაი მე გეხოცები просто უნდა წავიდო სიცხვილე მე პირველად ოჯახში მოვდივარ სიძე ვარ და რაღაცა უკვე მე შევიფერი წყალს გადავილებ და მე მოვალ მეთქი და კაიო და აი ეს კაცი როგორც კი მიტრიალდა ოჩ ეგრევე მივიბინე ამ ჩვენს მაგასთან კაუჩი მე კითხები არ დასვათ დროზე ანუ მე უკვე ანუ ჩათვალე ანგარიში მოვითხოვე მეთქი გზაში კითხები არ დასვათ მეთქი სასწრაფოდ გავდივართ მანქანაში ვждები და გავრბივართ მეთქი გამო ანუ თან ჩემს მოგწო დამიწყო ეგრევე. კაი, შეჩება რა ეწყირათ ეგრე კონიაკი და რა კონიაკი მეთქი ლავის მომკალეს წამოეთრიე დროზე გამოდი მეთქი და გამოვარდით მანქანაში ჩავჯიქით მივედით ანუ სასტუმროში მივედით ჩვეულებრივად ძალიან მარტივად გზიდან დაურეკე ამ სალომეს აქ მეთქი რაღაც ტექნიკური პრობლემა შეიქმნა ბიძა შენთან რავი მაინც დარეკე სახში მოიკითხე ისტორია მეთქი ბიზაშეის მეუღლესაც დაურეკე და უთხარი რომ ის ხაჭაპურების და კუბდარების ცხობა გააუქმონ ეს მეთქი მოხდა მეთქი რაღაც მიშველე მეთქი რა იმიტომ რომ მეორე დღეს მოვდივარ ეხლა და ღამე ხო არ გამოვიქცევი მეთქი რა და ესენი კიდე სამი რომ გადამეყარონ უეჭველი დამბრიდავენ მეთქი და კაიო მოიცაო დაურეკავ და რაღაცაო და სადღაც 1 საათი აი მაგ გარკვევაში ვიყავი რომ ხანამას ურეკავდი თან იმან ნომერი ჩამაწერინა ჩემი ნომერი ჩაიწერა და ეს მირეკავდა მთელი გზა მე რომ სასტუმროში წავედი და შეკეტილი ვიყავი ოთახში შეჭება ესე კარტთან ვიჯექი და მირეკავდა და არ ვიღებდი ამ ბიძამისის ტელეფონს ხო და ნუ ბოლოს ამ სალომემ და მომიყომარა და დავრჩი და წამოვედი მეორე დღეს სალომეც მიყვარხარა არ შევიდია მაგ რა იმის მერე არ ყოფილვარ მესტიაში და იმ კაცს ნომერი მიწერია დღემდე ის რა ბრატისლავი ბერლინში მეარაზოს არ ჩავალა ეგ არის ხო და იმ გოგოს სალომე არ ქვია სხვა სახელი ქვია, მაგრამ იმას რა ქვია, რომ თუ მოისმენს ამ ისტორიას, გაიხსენებს და გაეცინება ძალიან კარგად. იმ დღესაც ვილაპარაკეთ სხვა შორის მაგაზე. ყობახას არ ჯერა ხალხ. ყობახას ისტორიები. ბიჭო, შემიძლია გვარი სახელი რო თქვა, არ მინდა, რომ არ მინდა, არა, წამოვიდეთ სვაინჩი კაცო მე. გვარი სახელს ვერ ვიტყვი ახლა, პონტია გვარი სახელი რა დაუნდა. ყობახას ისტორიები რა. ახლა ეს ისტორია როუს მე. სიგნად გამოვწო. ისე ყვება რომ აი არ დასასრული აქვს სუსტი რა, სულ ყოველთვის რა. ფანჩლაინები არაა ხოლოს? ან ერთად დავამთავროთ, ეგ რაღაც სხვა რაირად დავამთავროთ. რა უნდა მეთქვა ბოლოს შეჭება რომ მომკალეს მეთქი? არა, შეჭება მაგას გეუბნები, ბოლო დასასრული მოვიფიქროთ ხოლმე რა, რომ აი როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია. ეგრე დასრულდება რა მოვაკეთე. ჩატთან ერთად დავასრულოთ ხოლმე, კარგად ეგ ისტორია, აი ყველაზე მაგარი დასასრული გაიქნებოდა. შეიძლება. ან ერთად დავასრულოთ ხოლმე, რამე კარგად, რომ აი მე მომკლეს მე მეგობრებო მე ცოლი მოვიყვანე და მე წამოვედი არა რომ აი რაღაცა ისეთი რო იყოს რა რომ აი არა დადაშქერია შედგეს რა ეგ ისტორია იმიტომ ჩემი ბრალია ჩათ 20 წუთის წინ არ დავიზინე ჩემი ბრალია WF-ს კიდე ნუ მისპამავთ ამ ჩატში რა მაღალ ზარა მურთაზის მაგაც დღეს სხვა შორის ურეკავდი საღამოს და გაწული ხმა ტელეფონი მე აღარ დამირეკავს ისე ხვალ დაურეკავ რაღაცა მე შევედი სარეთი მე შევედი და დიდი მაგიდა იყო ეს რაღაცა გაგაშლილი ეს 30 კაცია და მე შევედი თავი გვერდზე მაგიდა და რაღაცა ყავა გინდა ფილმე ეს არა კაი რაღაცა მასკენი მე ჰა ტიპი მოდი მე ხომახსოვს მე ბიჭო ერთი და უცებ დავლევ რაღაცა გამოვედი ჰა მე ეულება რომ რაღაცა საერთოდ და დავლიოთ მოდი მეთქი არა ის ციალავზე როცა იჯდა ესე თან რაღაცა დავლიოთ და ფერგი მოსკენი მეთქი და ისა შენ დაგიწერე დამერეკა მე ხონა ჩავსულიყავი და
რომ მოკენ წავედი ამერიკა ტელეფონმა რა ამერიკა და დავხედე უცხო ნომერია არ მე ბანა მესტომბო რაღაცა ეს ნომერი ნომერს დავხედე ვინ ახლა ესეთ ნომერი აქვს ჩემ ბიძაშვილს საკერთი მე ჩემ მასაკ და ვაფშე აღარ მოყვები ამორის მეთოდით მეთქი მივალ მეთქი ამორის მეთოდით მეთქი ვისა აქვს და ახალ ხო და ნომერს უყურებ ფილო თან უყურებ თან ეს მანქანამ ჩამიარა თან უკვე ესეთ სიტუაციაა რომ უნდა ავიღო არ ავიღო თავი შეიგვიძე ესე ხო უნდა ავიღო არ ავიღო და რო ვიღებდი მაგ დროს ალო ხომ რა და იმას ქნები ეკავს ეს ტელეფონი მიჯდება უკვე თან ხედავ 3%-ია და ქალბატონო მალე მითხარით თქო იმიტომ რომ მიჯდება თქო და სამე ხო ფიქრობ დაველაპარაკო თუ არა ამ ქალს იმიტომ რომ ეს 3%-ზე რო არის თუ 2 წუთით რო ველაპარაკო გამეციო და ვიღარ დავრეყავ მე სამსახურში და ვეღარ ვერ მოვდივარ თქო იმიტომ რომ და ეს ხელში ეს მიჭირავს ეს ზაღლი რო არ გამექცეს ხო და რა გავზეთ ხა მე უნდა რომ ემას ხენიო რა ქვია თუ შეგიძლიაო რა მოხვიდეო არ მოვიდე მეთქი რა ხალბატონო თქვენ ნომერი არ მიწერია მე ვთქვა საერთოდ არ მიწერია თქვენ ნომერი თქო და სადახარ თქო უთხარი ხო და სადახარ რა უნდა მოვიდე მეთქი და ამ დროს ზაღლა დაიღე ხო ვაუ ხო ვაუ და ეს ტელეფონი გამივარდა ჩამივარდა კანალიზაციაში რომელი კანალიზაცია ესეთი ჭები რო არის ეს აღო ჭარი ისა ესეც ჭაკი არ არის ანუ ეს მეტკებიანი ჭარუდის რო არის და პატარაზე ქონდა ესე ღიობი დატოვებული და იმაში ჩამივარდა ხო და იქიდან ლაუსპიკერზე მაგ და იქიდან ის იყო და აი წყალს ჩავარდა და იქიდან ის ხალი ლაპარაკობს და თან ეს წყალი ასხამს იმიტომ რომ იმ ხელაზე ლაპარაკობდა ის ხალი რომ ეს ასხამდა კანალიზაციის წყალი ხო და რა მექნა მე ვთხარი რა მექნა თქო და ეს ამ ძაღლს ეს აშენდიკი ქონდა აი ეს აშენდიკები რო ხო იცი აი ეკლები გავიგე ხო და ეს აშენდიკი მივობი და ესე დავეკიდი ამ ძაღლს და დიდი ძაღლი იყო ძალიან ეხლა მე ხო ისა ვარ ძალიან პატარა ვარ და მეთქი ამიტანს მეთქი და ჩავედი კანალიზაციაში და ეს ძაღლს ესე მოშვები თოქს ხანა ამის აშენდიკის იმაზე ხო და ეს ტელეფონს თან ვეპოტინები თან ისა და ძაღლი და ეს არა ქვია ეს აშენიკი ნელა ზურებათან ვატყობ რა და რო ხა გაზურეს მე კანალიზაციაში მე ვერავნეღარ მიპოვის ხა დავიკარგო და და ზურება და ეს სისა ტელეფონს უნდა მოვკიდო ხელი ექსე და მაღვიძარა დარეკა გამიღვიზა და ისა სამს მართლა ტელეფონი რეკავდა და დამთხე ვარგი და მართლა 3%-ზე იყო ტელეფონი თურმე რეკავს 2 საათია ხო და ავიღე და უცხო ნომერი არ მირეკავს მართლა აი ამინდო უცხო ნომერი მირეკავს ამინდო და უცხო ნომერი მირეკავს ავიღე და საგლის საჭმელი ამომიტანეო და მივხვდი რომ სიზმარი არ ყოფილა სიზმარი და მართლა ის იყო ჩატ ხო ბოდიში რა ასეთ კარგი ხო და ეს არა ქვია სხვა ისტორიებსაც მოგიყვებით მე იმიტომ რომ მთელი კვირა აქ უნდა ვიყო და იმას მაგ კაცო ლანდამროდ ამერიკა მოვყევი ხო კი მოდო იყო ხავა ჩაიჯიო დე პაროდიაზე როცა გავაკეთებ ჩათის ჩაინტეგრირებასაც მოვახერხებ უსად კითხულობს ხოლმე ხა ისა წავედი მე ალა გული кайფშიაო მე რომ გართობთ ხა რა ეს აი რა მე რომ მართლა ყველა კომენტარზე ესე ნერვიულობდი ადამიანო ჩაიჯვიო მითხრა შეჩერა და არ გავბრაზებულ ვარ ხა უბრალოდ ავდექი და რავი თქვენ განწყობაზე ზრუნავდა თუ არ გინდა საერთოდ წავალ ამ სახლიდან და უსმინეთ ყობახას ისტორიებს მარტო წადი მაღაზიაში